გიბრუნდები ძალიან საინტერესო ვიდეოთი. ალბათ უფრო გოგონებისთვის, იმიტომ რომ დღეს უნდა ვისაუბრო საკვები დანამატებზე, რომელსაც მე ვიღებდი იმისთვის, რომ ჩემი პოლიკისტოზური სინდრომის სიმპტომები დამემენეჯმენტებინა, ესე ვთქვათ, და ცოტა აზრზე მოვსულიყავი, იმიტომ რომ თავიდან ძალიან რთული იყო. და მე ჩემს წინა ვიდეოშიც ვისაუბრე ამაზე, თავიდან დავიწყე მკურნალობა კონტრაცეპტივებით, ესე ვთქვათ, birth controls რაც არის, მაგითი, რამაც ჩემ შემთხვევაში არ გაამართლა და გადავწყვიტე მომეძიებინა ალტერნატივები, მოვიძიე რაღაც საკვები დანამატები, რაც დადასტურებულია, რომ მუშაობს, მაგრამ აქვე კიდე დავამატებ, რომ პოლიკისტოზური სინდრომი სახელი შეიცვალა, როგორც იქნა, იმიტომ რომ არ არის ეს პოლიკისტოზური სინდრომი, ეს არის ბევრად მეტი. მოკლედ, სახელი არ შეესაბამება და წლების განმავლობაში ესე ერქვა და როგორც იქნა გადაერქვა და მოდი ჩვენც დაუძახოთ PMOS-ი. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიკისტოზური საკვერცხეები, ანუ შეიძლება გოგონას ჰქონდეს PMOS-ი, მაგრამ არ ჰქონდეს სიმპტომი საკვერცხებში კისტები არ უფიქსირდებოდეს და ეს ხშირად ხოლმე აბნევდათ ხალხს და ვერ ხვდებოდნენ რეალური მიზეზი მათი სიმპტომების და მათი ცუდად ყოფნის რა იყო, მაგრამ ანუ უნდა გაგმართლებოდა, ესე ვთქვათ, თავის დროზე და დაფიქსირებული იყო ეს კისტებით გადატენილი საკვერცხეები, იმისთვის რომ ეს დიაგნოზი ეთქვა ჩვენთვის და ნუ მერე იქ შენი ძალისხმევითაც გაარკვევდი, როგორ უნდა მიუდგე, მაგრამ საბედნიეროდ სახელი გადაერქვა და მოდი მეც მინდა რომ ჩემს ვიდეოებში ყოველთვის PMOS-ით მოვიხსენ. დავუძახოთ ის სახელი, რომელიც ეკუთვნის და რაც ყველაზე ახლოსაა რეალობასთან. ეხლა მოდი დავუბრუნდეთ ჩვენი საკვები დანამატების თემას. საკვები დანამატების დოზირებები, რეკომენდაციები და ასე შემდეგ ჯერ ისევ ალმაცერად უყურებენ ექიმები და მიზეზი ამისა ის არის, რომ მეცნიერულად დადასტურებული კვლევები არ არსებობს მრავალწლიანი, რასაც სამედიცინო სფერო მოითხოვს, ესე ვთქვათ რა. ამის მიზეზია ის, რომ ძალიან ფრთხილობენ ხოლმე ექიმები და მიზეზი იმისა, რომ ვერც ერთი ექიმი თითქმის ვერ დაგინიშნავს თუნდაც ინოზიტოლს, რომელსაც დღეს ვისაუბრებთ, როდესაც მასთან მიხვალ და მკურნალობას სთხოვ, რომ დაგინიშნავს. მიზეზი მაგისა არის ის, რომ საკმარისი მეცნიერული კვლევები არ არსებობს. მაგრამ ისევ და ისევ არის ჩემი გამოცდილება და არა მხოლოდ ჩემი გამოცდილება, სოციმედიაში თუ მოიძიებ ინფორმაციას, თუ გაერკვევი, ესე ვთქვათ, ჩვენი საქართველოს ფარგლებს გარეთ რა ხდება და როგორ უდგებიან PMOS, ნახავ უამრავ გოგონას რამდენად დაეხმარა ეს საკვები დანამატები. მე ვიღებდი და ეხლა ხელახლა უნდა განვაახლო რაღაცეების მიღება, იმიტომ რომ ჭირდება უგრძნობ და ეს არის ისევ შენი პირადი პასუხისმგებლობა. ექიმი ალბათ არ დაგინიშნავს, შეიძლება რეკომენდაცია მოგცეს, რომ კი სცადე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, როდესაც მე თავიდან დავიწყე მკურნალობა და მივედი ექიმთან, ექიმმა დამინიშნა კონტრაცეპტივებით მკურნალობა, რაც იყო ჩემთვის კატასტროფა, იმიტომ რომ არც ჩემს სიმპტომებს ეტყობოდა რამე გაუმჯობესების, ერთადერთი ციკლი დამიბრუნდა, ეგრეც რავი, ვატყუებთ ორგანიზმს ამ წამლებით და ალბათ ზოგიერთი შემთხვევაში მუშაობს, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით ეს არ იყო ეფექტური მკურნალობის გზა. ამიტომ ავდექი მოვიძიე მე ჩემით ის ინფორმაცია, რაც დღეს ვიცი და რითიც მე ვუშველე, ესე ვთქვათ, ჩემს თავს და ვფიქრობ, რომ საჭიროა გაგიზიაროთ თქვენს. თუ ხედავთ, რომ ის მეთოდი, რასაც ახლა მიხვებით, არ მუშაობს, მე რეკომენდაციას გავუწევ ამ მეთოდებს, საკვები დანამატების მიხმარებას, რომ მიახმარო, ესე ვთქვათ, ჩვენს რუტინას. თუ განვიხილე ისეთი, რომელიც მე არ მაქვს პირადად გამოცდილი, მაგასაც დავამატებ და მაგასაც გეტყვი აუცილებლად არ მოგატყუებ. ყველაფერი არის ჩემი გამოცდილებით და ჩემი გულწრფელი რეკომენდაცია. ჯერ მოდი მოკლედ ვიტყვი სიმპტომებს. ამ ვიდეოშიც კარგად ვსაუბრობ დეტალურად უფრო ჩემს სიმპტომებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მოდი აქაც ვთქვათ. ძირითადი სიმპტომები, რაც ფიქსირდება ხოლმე PMOS-ის დროს. პირველი არის ოვულაციის დარღვევა, ყველაზე ხშირი, ანდროგენების, მაგალითად ტესტოსტერონის მატება ორგანიზმში, ინსულინ რეზისტენტობა და ინსულინის მაღალი დონე, არარეგულარული გამოტოვებული მენსტრუალური ციკლი, აკნე, ცხიმიანი კანი ხშირად ვლინდება, თმისცვენა ხშირად ვლინდება, სახეზე და სხეულზე ჭარბთმიანობა, თავის თმის შეთხელება, მეც აქ დამეწყო თმისცვენა, ხონის მატება და შემდეგ უკვე დაკლების სირთულე. მიღმა კიდევ მუდმივი სისუსტე თუ გაქვს, თუ დაღლილი თუ იღვიძებ, მაგალითად, moon face-ი არის ერთ-ერთი ყველაზე common, სახეზე რო ხარ შეშუპებული. ხშირ შემთხვევაში ნუ რახან ინსულინის რეზისტენტობა არის, მუცლის არეში, ცხიმის დაგროვება არის ხოლმე ხშირი და კორტიზოლის მაღალი დონე არის ძალიან ხშირი, რაც მერე ვარჯიშის დროს ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს. ზოგადად, გადახედე შენს ცხოვრებას, ჩემს შემთხვევაში ეგრე იყო, რომ PMOS-ის სიმპტომები ყველაზე მკვეთრად
იწევდა ხოლმე წინ და აი ეს მომატებული მადა და შეშუპებული სახე და ყველაფერი ზუსტად მაშინ გამოდიოდა წინა პლანზე, როდესაც ჩემ ცხოვრებაში გავდიოდი რაღაც სტრესულ ფაზებს, ესე ვთქვათ. თუნდაც აბიტურიენტობის დროს, მაგ დროს ძალიან გამიმწვავდა. თუნდაც ქვეყნიდან ქვეყანაში რომ გადავედი და ბევრი ცვლილება იყო ჩემს გარშემო. და ეხლა ამ ვიდეოში გავივლი რამდენიმე საკვებ დანამატს, რომელსაც მე ვიღებდი. მინდა აგიხსნა, როგორ მუშაობს, რა პრინციპით მუშაობს, გეტყვი იმასაც ბუნებრივად როგორ გვხვდება შენს ორგანიზმში. საკვებ დანამატებს ხშირად უყურებენ რაღაც ეს შიშით რა, რომ აი რა საჭიროა, საკვებიდან მიიღე ყველაფერი, ეს დანამატებსაც სტეროიდებსაც უიგივებენ ხოლმე ხანდახან ეგეთი სტერეოტიპებიც გამიგია და ეგეთი სისულელეები და მოდი აქ დავანგრიოთ ეგ ყველა წარმოდგენა. იღებ ისეთ რაღაცას, რაც უკვე არის შენს ორგანიზმში, ან იღებ საკვებისგან უკვე, მაგრამ ხშირად რთულია რომ რაოდენობის თუნდაც კრეატინი მივიღო ხორციდან, რამდენიც რეალურად ჩემს ორგანიზმს სჭირდება და რამდენიც დამეხმარება ჩემი პერფორმანსის გაუმჯობესებაში. თუნდაც D ვიტამინის მიღებამდე, ომეგა-3-ის მიღებამდე სასურველი და სავალდებულო არის, რომ სისხლის ანალიზი ჩაიტარო და მაგათაც D ვიტამინი თუ ნორმაში გაქვს, შესაბამისად არ გჭირდება D ვიტამინის მიღება და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა მინდა გადავიდე ინოზიტოლზე. ინოზიტოლი არის, რავი, main character, როდესაც გაქვს PMOS-ი. ორგანიზმი თვითონაც წარმოქმნის ინოზიტოლს, გვხვდება საკვებში, მაგალითად ხილსა და მარცვლეულში. მოკლედ გვაქვს ორი ფორმა, რომელიც არის ყველაზე უფრო უკეთ შესწავლილი. ეს არის მიოინოზიტოლი და დექიროინოზიტოლი. PMOS-ის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის მოსაგვარებელი, არის ინსულინ რეზისტენტობა. ვეღარ მოქმედებს ინსულინი ეფექტურად. ორგანიზმი გამოყოფს არაკონტროლირებადი რაოდენობის ინსულინს და მერე მაქედან მოდის ეს ტკბილზე მოთხოვნილება, რო გაქვს გაძლიერებული მადა, რო გაქვს წონის მატება. ყველაფერი არის ამასთან დაკავშირებული. და ინოზიტოლი თითქოს ესე ეხმარება უჯრედს, რომ ეს ინსულინის სიგნალი მოისმინოს და დაემორჩილოს და არ გამოყოს ზედმეტი რაოდენობა. ამიტომ ინოზიტოლი გეხმარება მაგაში ზუსტად, რომ გაუმჯობესდეს ინსულინის რეზისტენტულობა, ესე ვთქვა და ინსულინის მიმართ გრძნობელობა გაიზარდოს. დოზირებები უნდა მივიღოთ 41-ზე. მიოინოზიტოლი უნდა იყოს 40 პროპორციით და დექიროინოზიტოლი უნდა იყოს 1, ანუ 4000 მგ მიოინოზიტოლი და 100 მგ დექიროინოზიტოლი. და ეს 4000 მგ შეგვიძლია გადაანაწილო დღის პირველ ნახევარში და დღის მეორე ნახევარში დალიო დანარჩენი. უკუჩვენებები და სიფრთხილეც გავიაროთ. ყველაზე ხშირად არის ხოლმე მსუბუქი გულისრევა, შებერილობა, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ცოტა პრობლემები, დისკომფორტი და ზოგიერთ შემთხვევაში თავბრუსხვევა, მაგრამ ეს არის ალბათ რავი უიშვიათესი, იმიტომ რომ მე არანაირი მსგავსი უკუჩვენება არ მქონია. და ასევე თუ იღებ შაქრის დამწევ მედიკამენტებს, ან ორსულობას თუ გეგმავ და ორსული თუ ხარ მით უმეტეს, ექიმთან ყველაფერი უნდა შეათანხმო, ისე არაფრის მიღება არ დაიწყო. D ვიტამინი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები დანამატი, რომელიც მე ძალიან დამეხმარა და ვფიქრობ თმის ცვენის ნაწილშიც ძალიან დამეხმარა. აქვე მინდა დავამატო ის, რომ ამ საკვებ დანამატებს მხოლოდ საკვებ დანამატებს თუ მიიღებ, რავი, შედეგს დაინახავ, მაგრამ არაიმდენად კარგად თუ ამ ყველაფერს გაერთიანებ ვარჯიშთან. ვარჯიშის სწორად შერჩევაზე ვსაუბრობ ჩემს ისევ ამ ვიდეოში. უფრო დეტალურად შემიძლია მაგ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია PMOS-ის დროს ფაქტიურად სხვა გზა არ გაქვს. აი პირდაპირ გეუბნები, რომ სხვა გზა არ გაქვს. უნდა ივარჯიშო და აქტივობა უნდა გქონდეს. PMOS-ი თუ გაქვს და ჰორმონალური დისბალანსი, უნდა ფოკუსირდე წონებით ვარჯიშზე. აქაც ჩავამატებ, ჩავაკვეხებ, ვიდრე D ვიტამინზე გადავა. D ვიტამინის დეფიციტი მქონდა ხოლმე სულ და ალბათ ახლაც მაქვს. D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, ჰორმონული მოქმედების მქონე ნუტრიენტი. ორგანიზმს შეუძლია მისი წარმოება მზის სხივებით, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ცხოვრების სტილის საგრძნობლად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გვიწევდა ზოგადად ადამიანებს გარეთ გასვლა და თოხნა და მთელი დღე მზის სხივების ქვეშ ყოფნა, აქედან გამომდინარე ძალიან გახშირდა ეს D ვიტამინის დეფიციტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ PMOS-ი თუ D ვიტამინის დეფიციტი აუცილებლად გექნება. ზოგადად PMOS მიუდექი ისე, რომ აი არის რაღაც ძალიან დიდი რაოდენობის სიმპტომები, მაგრამ შენ შემთხვევაში შეიძლება აქედან გქონდეს მხოლოდ 10 ან რავი 5, რაც შენი ცხოვრების ხარისხს შეიძლება მოქმედებდეს და რაც გიქმნის დისკომფორტს.
და უნდა მიხედო თავის დროზე. იმიტომ რომ მე იცის გაუარესება და 40-50+ ასაკში რომ გადახვალ, მე იქ უკვე მეორე ტიპის დიაბეტის რისკები იზრდება. რაღაცები მაგაზეც საუბრობ იმ ვიდეოში წინასწარ გიხსენებ. და მოკლედ ამას ვამბობდი, რომ D ვიტამინის ნაკლებობა აუცილებელი არ არის პირობა, მიზანშედეგობრივი კავშირის დადგენილი არ არის, მაგრამ ხო, გადაიმოწმე აუცილებლად, იმიტომ რომ D ვიტამინის ნაკლებობა თუ გაქვს, იქ ძალიან დიდ გავლენას ახდენს შენი ჰორმონების სწორად ფუნქციონირებაზე. ხო, და D ვიტამინზე ყოველთვის გაითვალისწინე, რომ რაც მეტი მით უკეთესი არა. უნდა მიიღო ის დოზა, რაც გჭირდება. ზედმეტმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია, გულისრევა, სისუსტე და მოკლედ უარეს მდგომარეობაში ჩაგაგდეს. ამიტომ როცა საქმე ეხება ვიტამინებს, ყოველთვის ამ პრინციპით მივდექ და დოზირება განსაზღვრე მას შემდეგ, რაც ჩაიტარებ, ესე თქვა, სისხლის საერთოს. ომეგა-3. ომეგა-3 არის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი. თუ ისეთი ტიპი ხარ, ვისაც თევზი ეზიზღება, მე მაგალითად შემიძლია მხოლოდ ვჭამოს სუში. არ ვიცი რა ფენომენი ვარ, მაგრამ ბევრი მსმენია რომ მსგავსად არის. ორგანიზმს არ შეუძლია რომ ესე პირდაპირ ქიმოვანი მჟავები აწარმოებს, როგორც არის ომეგა-3 და ომეგა-6. ომეგა-3-ის ოჯახი შედგება 3 მთავარი მჟავისგან. სანამ შეიძენ ამ ომეგა-3-ს დააკვირდი EPA-ს და DHA-ს დონე, იმიტომ რომ რეალურად ეგ გაინტერესებს და ეგ უნდა მიიღო და მიაქცე ყურადღებას ჯამურად რა რაოდენობა გვაქვს EPA და DHA და მაგ რაოდენობის შენი განსაზღვრული დოზა უნდა მიიღო. იაფასიანი ომეგა-3-ები რო არის რა, რო აწერია ხოლმე ეტიკეტს, რომ თევზის ქონი 1000 მილიგრამი. იქ რომ დააკვირდე ეწერება EPA 180 მილიგრამი, მაგალითად DHA 120 მილიგრამი, ანუ გამოდის რომ ჯამში ის აქტიური ნივთიერება, რაც შენ რეალურად გჭირდება, არის სულ რაღაც 300 მილიგრამი და მე თუ არ ადამიანი, ვისაც დღიურად მინდა მივიღო 3000 მილიგრამი, უნდა დალიო რამდენი? 10 ტაბლეტი. მაგრამ გავიმეორებ, რომ 3000 მილიგრამი არის მაღალი დოზა, ეს არის სპორტსმენებისთვის. და ომეგა-3 ყოველთვის უნდა მიიღო დღის პირველ ნახევარში, ცხიმიან საკვებთან ერთად, იმიტომ რომ ცხიმიანი საკვები ეხმარება ომეგა-3-ის უკეთ ათვისებაში. კვერცხთან ერთად მიიღე, კარაქთან ერთად მიიღე. კვლევებით რაც დასტურდება, რაც შემიძლია გითხრა, არის ის, რომ PMOS-ის მქონე ქალებში ომეგა-3-ის მიღება კარგი შედეგები დადგინდა იმ თვალსაზრისით, რომ ინსულინ რეზისტენტობა გარკვეულწილად გააუმჯობესა, ლიპიდური პროფილის გაუმჯობესება მოგვცა, ზოგიერთ მეტაბოლურ მაჩვენებელზე დადებითი ეფექტი. მაგნეზიუმ ბიგლიცინატი, რომელსაც ვიღებ მე და ძალიან კარგი დანამატი არის თუ ვარჯიშობ და განსაკუთრებით თუ გაქვს ხოლმე კუნთის სპაზმები და ასე შემდეგ. ძალიან გეხმარება. მაგნეზიუმ ბიგლიცინატზე ვისაუბრებ კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კარგად აითვისებს ორგანიზმს. საკვებში მოგეხსენება ხდება თხილეულში, თესლებში და ასე შემდეგ, პარკოსნებში. მოკლედ მაგნეზიუმი რატომაც არის კარგი და რატომაც ვუწევ რეკომენდაციას არის ის, რომ მონაწილეობს გლუკოზის მეტაბოლიზმში, ასევე ინსულინის მოქმედებაში და ნერვული სისტემისა და კუნთების ფუნქციაში. ბიგლიცინატის ვარიანტს იმიტომ ვუწევ რეკომენდაციას კონკრეტულად, რომ ციტრატი მაგალითად რთულად აითვისება ორგანიზმის მიერ და შეიძლება უფრო კუჭნაწლავზე მოქცეს პრობლემა ან რაღაც ეგეთი რა. ბიგლიცინატი დალიე ძილის წინ ყველაზე კარგი არის, იმიტომ რომ მოდუნებაშიც გეხმარება და რაღაც უფრო ხარისხიან ძილსაც გაძლევს. ყოველ შემთხვევაში მე მომეწონა. და მაღალ დოზებთან ახაც ფრთხილად იყავი. დოზირებები კარგად მოიძიე და არ ესერჩე, მე აქ ვერ გეტყვი. ცინკი და მაგნეზიუმი ხშირად არის ხოლმე ერთად. ჩვენი ორგანიზმი ვერ წარმოქმნის თუთიას, ამიტომ აუცილებელია რომ მივიღოთ საკვებიდან. ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხ, ხირძის პროდუქტები და ასე შემდეგ. 2026 წლის მეტაანალიზში მაგნეზიუმის, ქრომის, თუთის და სხვა მინერალების, ესე ვთქვათ, საკუთარ დანამატებმა PMOS-ის მქონე პაციენტებში ქონია კარგი გავლენა ინსულინისა და ჰომა ინდექსის გაუმჯობესებაზე. თუთის ძალიან მაღალ დოზებს ხანგრძლივი დროით თუ მიიღებ, იცის ამან უკვე უკუჩვენებები, ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავი. ქრომიუმ პიკოლინატი. ამ დანამატის სმა ეხა უნდა დავიწყო, გამოწერილი მაქვს და ველოდები. დამაინტერესა, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი პრობლემა არის ხოლმე PMS-ის დროს მადის კონტროლი. დავიტანჯე, ანუ იდეალურად მიდის ხოლმე თვე და ნუ ქალები კი ფაქტია ვიჩაგრებით მაგ ნაწილში, რომ თვის განმავლობაში 9-ჯერ იცვლება ჩვენი ჰორმონალური ფონი, მადაზე ეფექტი, ტკბილზე მოთხოვნილება და მოკლედ ასე შემდეგ. და ეს მადის კონტროლი გახდა ჩემი პრობლემა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით რა. მე რო ჩამოვა მაგასაც გაგიზიარებთ რის დალევას ვაპირებ, ქრომიუმ პიკოლინატმა დამაინტერესა. მაქამდეც ვიღებდი სხვათა შორის, იმიტომ რომ ბლენდს ვიღებდი მაქამდე, ინოზიტოლის ბლენდს და მანდ იყო შესული ქრომიუმ პიკოლინატიც. ანუ ქრომი უკავშირდება ინსულინის მოქმედების გაუმჯობესებას. მაინც top tier list-ში ვერ მოვაქცევდი
ქრომიუმ პიკოლინაც უფრო optional დანამატი არის, იმიტომ რომ სხვა მაგათად ინოზიტოლი რაც გითხარი, ეგ ბევრად აუცილებელია და თუ მithumetes თუ ბიუჯეტში შეზღუდული ხარ და ასე შემდეგ, ჯობია რომ ინოზიტოლს მიაწვე, ესე ვთქვათ. და ფრთხილად იყავი თუ იღებ შაქრის დამწევ მედიკამენტებს, ზოგადად ყველა საკვებ დანამატი კარგად გადაამოწმე, სანამ მიღებას დაიწყებ. და მინდა გესაუბრო L-კარნიტინზე. L-კარნიტინი უფრო მათთვის ვინც ვარჯიშობთ, იმიტომ რომ თუ სვი ეხა თუ არ ვარჯიშობ, მაგრამ რავი, გამოვა ის თავის საქმეს დიდი ალბათობით არ შეასრულებს. L-კარნიტის ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის თავისით. მისი ძირითადი ფუნქცია არის ცხიმოვანი მჟავების მიტანა მიტოქონდრიაში, სადაც მონაწილეობს მერე ენერგიის წარმოებაში. ამიტომ კარგი არის მithumetes, როდესაც კლება არის შენი მიზანი, იმიტომ რომ ორგანიზმს ესე ვთქვათ, აიძულებს, რომ ცხიმოვანი მჟავები გამოიყვანოს ენერგიის წყაროდ და არა გლუკოზა მაგალითად. მაგრამ პირდაპირ ნუ გაიგივეთ fat burner-თან ან ცხიმის მწველთან არ არის ეგრე. უბრალოდ გაძლევს ენერგიას ცხიმოვანი მჟავების გამოყენების ხარჯზე. PMOS-ში დიდი ალბათობა იყოს შენი სიმპტომების ნაწილი ის, რომ ენერგეტიკული მეტაბოლიზმია დარღვეული, ინსულინ რეზისტენტობა, ლიპიდური მეტაბოლიზმია დარღვეული და გეხმარება მოკლედ მაგ ნაწილში რა. კვლევებში L-კარნიტინი შესწავლილია გლუკოზის მეტაბოლიზმში, ლიპიდურ პროფილში, სხეულის წონის რეგულირებაში, რეპროდუქციულ შედეგებში, მოკლედ კარგად გამოკვლეული საკვები დანამატია და მაგის მასაც ახლა ვიწყებ, თუმცა იმ ბლენდში მე რასაც ვცვლავდი, აქ იყო და შესაბამისად მაქვს ამ საკვებ დანამატთან გამოცდილებაც და მოკლედ კაი ტიპია. ასევე ფერტილურობაზეც კარგი შედეგები გამოვლინდა. და ასევე ფრთხილად იყავი, რომ შეარჩიე L-კარნიტინი სითხე არ დალიო. შეარჩიე ტაბლეტები, იმიტომ რომ სითხე მიცის საშინელი სუნი. შემანათესაումაც მითხრა სვავდა და ვარჯიშის დროს უბრალოდ რავი 100 მეტრ რადიუსში ვერ მივახლოვდებოდი. ფიში ოდორან თევზის სუნი აგივარა. ჯობია რომ ტაბლეტები მიიღო. ბოლოს მინდა გითხრა, ეს საკვები დანამატები PMOS განკურნავს თქო ვერ დაგპირდები. პირდაპირ პირობას არც ერთი საკვები დანამატი არ მოგცემს, რომ შენი PMOS-ი მოგვარდება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ PMOS-ი არ არის როგორც რაღაც ტკივა და გამოყუჩებელს დალევ და მოიშენ, ეგეთი რაღაც არ არსებობს, არ ხდება ეგრე. ეს არის მრავალპროფილური სინდრომი, რასაც სჭირდება მრავალპროფილური მიდგომა. მხოლოდ საკვები დანამატების შედეგს არ მოგცემს პირდაპირ გეტყვი. ამასთან ერთად გჭირდება კომბინირება ჯანსაღი კვების, მაქსიმალურად უნდა შევწყო ხელი კვებით, უნდა ივარჯიშო. აი ამას ვერ გაიქცევი მართლა და აქედანვე, რავი, თუ ჯერ არ ხარ მენტალურად მზად იმისთვის, რომ შენი რუტინის ნაწილად აქციო ვარჯიში, აი ამ ვიდეოს რომ უყურებ, შენ თავს უთხარი, რომ კაი, აი რავი, ერთ თვეში მოდი და მაგამდე თავს უფლება მიეცი, რომ მაქსიმალურად კომფორტში ამყოფო, მაგრამ ერთ თვეში ზუსტად უნდა იცოდე ის, რომ ადგები წახვალ დარბაზში, ან რავი, დაისახავ მიზანს, რომ იყო აქტიური, გააქტიურდე უფრო. ინსულინ რეზისტენტობის მთავარი მტერი არის უმოძრაობა და დაბალი კუნთოვანი მასა. და ხო, დოზირებებს რაც შეეხება, მე განზრახავ თქვი დოზირებები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და ყველას სჭირდება ინდივიდუალური დოზირებები. ეს უნდა მოიძიო, ან ექიმს კითხო, ან კარგი კვლევა ჩაატარო შენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. მე უფრო მაგ შეხება სპორტულ ნუტრიციოლოგიასთან და სპორტულ დოზებთან, ესე ვთქვათ, და მართლა ვერ გეტყვი, აი გეტყვი იდეაში რაც აწერია შეფუთვას, ეგ არის ყველაზე უსაფრთხო დოზირება, მაგრამ თუ ხარ ფიზიკურად აქტიური, შეგიძლია მაგ დოზას გადააჯარბო, მაგრამ მაგას საკვები დანამატის წარმოებელი კომპანია არ დაგიწერს, იმიტომ რომ ზედმეტი თავის ტკივილია მათთვის. იგივე აი ომეგა-3-ზე მოგიყვანე მაგალითად, რომ ათლეტები იღებენ უფრო მაღალ რაოდენობას, იმიტომ რომ სჭირდებათ, იმიტომ რომ მათი ორგანიზმი ბევრად უფრო აქტიურად მუშაობს, ვიდრე ვიღაც სოფოსი, ვინც მთელი დღე ოფისში ატარებს დროს. შეჯამება. თუ გაქვს PMOS-ი, ყველაზე საინტერესო გასატესტი საკვები დანამატები, აი ესე დავალაგებ. პირველი მიოინოზიტოლი პლუს დექიროინოზიტოლი აუცილებლად, შემდეგ D ვიტამინი, დოზირება გადაამოწმე და ომეგა-3. არის ყველაზე საინტერესო საკვები დანამატები ჩემთვის და ყველაზე ეფექტური, რაც ჩემ შემთხვევაში კარგად იმუშავა. და შემდეგ გვაქვს უკვე მაგნეზიუმი, L-კარნიტინი, უფრო ფრთხილად იყავი თუთიასთან, ქრომიუმ პიკოლინატთან და ბერბერინთან. იმიტომ რომ, უფრო აქტიურები არიან და დეფიციტი თუ არ გაქვს და რაღაც, მოკლედ ზედოზირება უკუჩვენებას გვაძლევს, რაც არ გვინდა. PMOS-ის დროს საკვები დანამატის არჩევა არ უნდა იყოს, რომ აი რაც მეც ჩავყრე და რაც მეც დავლე, უფრო კარგ შედეგს მომცემს. არავითარ შემთხვევაში თავარი პრობლემა, თავარი კითხვა, რაც უნდა დაუსვა შენს თავს არის რეალურად რა სიმპტომები გაქვს, რომელი მეტაბოლური პრობლემა გაქვს, ისი გადაჭრაც გჭირდება, ისი დეფიციტი გაქვს და ამის მიხედვით უნდა დაისახო მერე მიზნად და გაწერო შენი
საკვები დანამატების გეგმა, რას მიიღებ, რა პრობლემას მოგიგوارებს ეს შენ, იმიტომ რომ როგორც გითხარი PMOS-ი არის ბევრი რაღაც, ანუ ბევრი სიმპტომი აქვს, მაგრამ მე თუ მკითხა უკვე რავი 1 წელია ეს სისტემატიურად აღარც ერთი საკვები დანამატი არ დამილევია და ეხა უბრუნდები რის ხარჯზე? ვარჯიშის ხარჯზე. წონებით ვარჯიშის ხარჯზე და კუნთოვანი მასის ზრდის ხარჯზე. თუ ეძებ წვრთნელს, ვისაც აქვს გამოცდილება, კონკრეტულად ჰორმონალური დისბალანსის დროს, როგორ უნდა ივარჯიშო, რა მეთოდებით უნდა მიუდგე, როგორ უნდა იკვებო, ჩემი პირადი რჩევები შემიძლია მოგცე და ასე შემდეგ, რომ ინდივიდუალურ მიდგომას თუ ეძებ და თუ გჭირდება ცოდნი ადამიანი ამ სფეროში, შეგიძლია შენს გვერდით მიგულო, შეგიძლია მომწერო, კომენტარებში შეგიძლია დამიტოვო კითხვები, თუ რაღაც ისწავლე ამ ვიდეოდან, შეგიძლია დამიფასო, ესე ვთქვათ და გამოიწერო ჩემი არხი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კიდევ უფრო კარგ და ხარისხიან კონტენტ შემოგთავაზებ, რაც დაგეხმარება, რომ შენი ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ. არა მხოლოდ PMOS-ზე, არამედ ზოგადად ვარჯიშზე და ასე შემდეგ. დიდი მადლობა რომ უყურე და ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ პირველ რიგში.